ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას ორი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობას ედავებიან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ეს რუსეთი და ირანია. გულბაათ რცხილაძე ღიად პრორუსი და კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტია და ამავე ორიენტაციის ორგანიზაცია ევრაზიულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. მისივე ინიციატივით შეიქმნა რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის საქმის განხილვა კი ნახევარსაათში დაიწყება. მას ოცნების გამოძიება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება. ადვოკატის თქმით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც ამ ბრალს დაადასტურებს. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს სასამართლოში, მისგან გავიგებთ სხდომების დეტალებზე. პირველ რიგში დავიწყებ გულბაათ რცხილაძის სხდომით, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაახლოებით 1 საათია ეს სხდომა დახურულ კარს მიღმა გრძელდება. თავიდანვე ბრალდების მხარის მოთხოვნით იყო დახურული, ამიტომ ამ სხდომის არც ერთ ეტაპზე მასზე დასწრების შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონია. შესაბამისად, შეკითხვები, რომლებიც აქამდე არსებობდა ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს კითხვები კვლავაც ღიად რჩება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ადვოკატს გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი და ის საჯაროდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით უკავშირდება სწორედ იმ ორ ქვეყანას, რომელთან დაკავშირებითაც გულბაათ რცხილაძეს ედავებიან, რომელი ქვეყნების სასარგებლო ჯაშუშობაზე არის საუბარი. სავარაუდოდ ეს არის რუსეთი და ირანი, თუმცა ამ სავარაუდო ინფორმაციას ადვოკატი ვერ გვიდასტურებს, რადგან გვეუბნება, რომ ამის უფლება არ აქვს. დანამდვილებით ვიცით ის, რომ დღევანდელ სხდომაზე აი ახლაც ამ წუთებში პროკურატურა სასამართლოს მოითხოვს საპატიმრო აღკვეთი ზომის გამოყენებას ბრალდებულთან დაკავშირებით. ადვოკატები კი ცდილობენ სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ ეს აუცილებელი არ არის და რომ თუ კი არასაპატიმრო აღკვეთი ზომა იქნება გამოყენებული, გულბაათ რცხილაძე მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. როგორც გითხარით, მთელი რიგი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უცნობი, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ამ მტკიცებულებები საქმეში არ ვიცით. გულბაათ რცხილაძესთან დაკავშირებით მხოლოდ ვიცით ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი ამ შემთხვევაში, მისი კავშირები რუსეთთან, ირანთან, მისი პრორუსული განწყობები, რომელიც მას არასდროს დაუმალავს, არაერთი ორგანიზაცია აქვს მას სწორედ აი ამ მიმართულებით მომუშავე და ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაცია, რომელიც მან შექმნა, ეს არის რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო, რომლის მიზანი პირდაპირ და საჯაროდ მას და მის თანამოაზრეებს ესეც არაერთხელ გაუცხადებიათ, რომ არის ანტირუსული განწყობებით გამორჩეული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის გადაცემა. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აქვეთ ღონისძიების გარეშე იყოს დატოვებული, ან და არასაპატიმრო საშელი შეეფართოს, როგორც არის მაგალითად გირაო, ან ელექტრონული მონიტორინგი, და ჩამოვართვა პასპორტი არ გაიწევა ეგ ადამიანი, არ დაიმალება და ყველა კითხვას უპასუხებს. გარკვეული სახის ვიდეო მასალები დევს და გიდასტურებს, უბრალოდ დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის ვიდეო მასალებია იქ, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, რა გუშინ გითხარით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გულბაათ რცხილაძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თვითონ უკავშირებს პოლიტიკურ აქტიურობას, თვითონ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა და მის საქმიანობას უკავშირებს, ბუნებრივია. მაგრამ ადამიანს რომ აბრალებ ეგეთ იმ ბრალდებას, რომ ჯაშუშია და მოღალატეა, უფრო მაღალი სტანდარტი ჭირდება. ირანის საბჭოს წერილიც გამოქვეყნდა, ის აპირებდა წასვლას. შესაძლებელია ირანი? აპირებდა, უბრალოდ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ერთ-ერთი იყოს ირანი. რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძის საქმეს, მისი პირველი სასამართლოს სხდომა უნდა დაიწყოს დაახლოებით ნახევარსაათში. ამ სხდომაზეც დღეს უნდა იმისჯელონ აღკვეთ ზომასთან დაკავშირებით. მისი ადვოკატებიც უკვე სასამართლოში იმყოფებიან და ელოდებიან სხდომის დაწყებას, რომელიც დიდი ალბათობით პირველივე წუთებიდან იქნება დახურული და ბევრ საკითხს ვერც ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით შევიტყობთ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებებმა ეს ორი ბრალდებული ერთ
პერიოდში დააკავეს. საუბარი არის ერთსა და იმავე მუხზე, სხვადასხვა საქმეებია საზოგადოებას განუმარტავ და ამას ხაზს უსვამენ ადვოკატებიც, რომ ეს არის სრულიად სხვადასხვა საქმეები და საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობენ ერთ კონტექსტში განიხილონ ეს საქმეები. ირაკლი ჩიხლაძესაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ჯაშუშური საქმიანობის ბრალის გამო, რომელიც მას ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვს და რომელ ქვეყანასთან დაკავშირებით ედავებიან მას ასეთ საქმიანობას, ესეც არის ცნობილი. მისი ადვოკატი გვეუბნება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს არც ის თუ რა სახის ინფორმაციას აგროვებდა ირაკლი ჩიხლაძე და გადასცემდა სხვა ქვეყანას და ის აპირებს, რომ დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისგან მოითხოვოს კონკრეტული მტკიცებულება თუ რის საფუძველზე ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს ასეთ სერიოზულ დანაშაულს. 314 მუხლის შემადგენლობა რომ იყოს, რითაც ბრალი წარადგინა ჯაშუშობა, ამისთვის საჭირო არის, რომ ირაკლი ჩიხლაძეს სახელმწიფო საიდუმლო რაიმე დოკუმენტი, საგანი ან ნივთი მოეპოვებინა და გადაეცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის. ერთი და მეორე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეილახებოდა. ანუ ეს ორი კითხვა გვექნება ჩვენ, თუ ამ ორ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს მივიღებთ, მაშინ ირაკლი მზად არის მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ ეს ამ კითხვაზე პასუხები გუშინ ვერ მივიღეთ, არ არსებობს არანაირი დანაშაულის შემადგენლობა, არ არსებობს არანაირი საიდუმლო დოკუმენტი, ნივთი ან ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ჩიხლაძე მოიპოვა და გადასცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. საქმეში ასეთი რამე არ მოიპოვება. კიდევ ერთი გარემოება, რასაც ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატები ხაზს უსვამენ, არის ის, რომ გამოძიების ეტაპზე ის გამოკითხვაზე არავის დაუბარებია, არ ყოფილა არც ერთ საგამოძიებო უწყებაში და მან არც კი იცოდა, რომ რაიმე მსგავსი შინაარსის ბრალი მზადდებოდა მასთან დაკავშირებით და შეკითხვები ჰქონდათ საგამოძიებო უწყებებს. ჯერჯერობით მას ჩვენება ამ საქმესთან დაკავშირებით მიცემული არ აქვს. როგორც გითხარით, დაახლოებით 9 საათში დაიწყება მისი სხდომა და ისიც პირველივე წუთიდან იქნება დახურული.